შეგვიძლია პირდაპირ ჩართვის საშუალებით გავესაუბროთ პაატა მანჯგალაძეს სტრატეგია აღმაშენების გენერალური მდივანი. საღამო მშვიდობისა ბატონ პაატა, მადლობა თქვენს მონაწილეობისთვის გადაცემაში. აი ვუსმენდით ლელოს წარმომადგენელს და როგორც მათ ასევე გახარიას გუნდს აქვს თავიანთი არგუმენტები თუ რატომ მონაწილეობენ არჩევნებში და კონკრეტული კითხვა აქვს არგუმენტებთან ერთად თქვა ბოიკოტის მხარეს ყო პარტიებთან რომ ბოიკოტისტებმა დადეთ გეგმა როგორ ამარცხებთ ოცნებას ბოიკოტით დანარჩენი ლირიკაა ბეტალილუაშვილმა თქვა ეს გახარია საქართველოსთვის. როგორ აპირებთ მართლაც ამათ და რა არის თქვენი აქ 8 პარტიის გეგმა, რომელმაც ეს ერთობა გამოაცხადა, დღესაც ვიხილეთ ბრიფინგი და ნუ ვიხილეთ მორიგი ანონსი კიდევ ერთ-ერთი აქციის, მაგრამ ეს არის მხოლოდ თქვენი გეგმა ბოიკოტისტების, ასე ვთქვათ, რომ დავესესხო ლილუაშვილს. კი ბატონო, კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს. მე მგონი არაკორექტულია ეს კითხვები, რა ბოიკოტის გეგმა, ჯერედი ბოიკოტი არ არის, ჩვენ ვართ აქტიურ წინააღმდეგობაში. ეს გრძელდება 120 დღე, 220 დღეა თითქმის, ხალხი არის ქუჩაში, ეხლა უставელი გადაკეტილია და თუ რამე შედეგები გვაქვს და ის რომ კრიზისია, ხელისუფლება, სახელისუფლო კრიზისი არსებობს და ის რომ ლეგიტიმაცია არ აქვს, ის რომ საერთაშორისო აღიარება არ აქვს, ის რომ სანქციები არის დაწესებული, ეს არის ამ საერთო უწყვეტი ასე ვთქვათ, ერთიანი წინააღმდეგობის შედეგი და ის რომ ეხლა ჯერ საპარლამენტო არჩევნები არ არის დანიშნული, ეს არავის არ აძლევს იმის არგუმენტაციას, რომ გამოვიჩინოთ სულწრაფობა და ვთქვათ, რომ აი მოდი არ არის ეხლა საპარლამენტო არჩევნები და მოდი მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ხო, მაგრამ ბატონო, ამ ფონზე ელოდებით კიდე საპარლამენტო არჩევნების დანიშნვას, ამ ფონს გულისხმობ ისედაც გაცხადებული ქონდა ხელისუფლებას არ გეგმავდა, მაგრამ დავასრულებ. როცა თვითმმართველობის არჩევნებში უკვე ოპოზიციური პარტიებიც მონაწილეობენ და გადაწყდა ეს, მაინც გაქვთ ამის მოლოდინი? ანუ ბოიკოტმა ამოწურა თავისთავად თუ არა? არა. არა. ხო, გისმენთ, აბა თუ არა. ძალიან კარგი იქნებოდა ერთიანი პოზიცია, ამის უარყოფა არ შემიძლია, რომ კარგი იქნებოდა ერთიანი პოზიცია. წილი ნაყარია, მათ აირჩიეს ეს გზა, მე ვფიქრობ, რომ ეს არის სტარი გზა, ეს არის შეცდომა, ეს არის გზა, რომელიც არ მიდის გამარჯვებასთან, მაგრამ მადლობა ღმერთს არსებობს 8 პარტია, რომელიც ინარჩუნებს ხალხთან ერთად აქტიურ წინააღმდეგობას. ხო და როგორ მიყავს ბოიკოტს გამარჯვებამდე? აი ამას გიკითხებით ზუსტად ბატონო პაატა. გეტყვით, ნახეთ როგორ არის, აი როგორ იყო და როგორ არის ხელისუფლების პროპაგანდა ცდილობს რომ აი გამოაჩინოს რომ აი ოპოზიცია ვერ თავდება, ქაოსია, არეულობა. სინამდვილეში სადაც შეუთანხმებლობა, სადაც დაპირისპირება, სადაც ქაოსია, ეს არის ხელისუფლება. თქვენ მე ნიშნის მოგებით არ ვიყო ძალიან ძიმე ფაქტი მოხდა დღეს რიჟვაძესთან დაკავშირებით, იცით იმ მასშტაბის დაპირისპირება, ადამიანმა ოფიციალური ვერსიით თვითმკვლელობა სადა ეს ძალიან ძიმეა გამოჯამთელებას უსურვებ მას. მათ შორის ამ რეჟიმის პირობებში, რაც გიორგი რამიშვილთან დაკავშირებით ხდება, რიჟვაძესთან დაკავშირებით, სხვა ადამიანებთან დაკავშირებით. ნუ თუმცა გიორგი რამიშვილმა პროცესი შეეშალა და შემდგომში ის ხალხიც კი არ არის დაცული, ვინც ამ ფორმით რეჟიმის, ასე ვთქვათ, მოძალადე რეჟიმის ფორმირებაში სხვადასხვა როლი შეასრულებს. ეს ხალხიც არ არის დაცული. ჩვენ რატო ვიძახით, რომ ეს რეჟიმი არის რუსული და არჩევნები, ეგრეთ წოდებული თვითმმართველობის არჩევნები არის სპეცოპერაცია. ამის არგუმენტები გვაქვს, სერიოზული არგუმენტები გვაქვს და ჩვენი მაგალითად იცით თქვენ გიორგი ვაშაძეს სტრატეგია აღმაშენებელი არ არის ყოველთვის არის ერთიანობის მომხრე. ეხლაც გიორგი ვაშაძე მუშაობს ერთიანობის გეგმაზე. რომელ ერთიანობაზე საუბრობთ? ბატონო, უკვე გაიხო ხო ეს ერთიანობა და თუ მათთ არა, კი გისვამ კითხვას და გაწევთ. ჩვენ ძალიან უსმენთ ხოლმე ერთმანეთს კი, მეც გისმენთ, უბრალოდ ვაშაძე რო ახსენეთ გიორგი და ერთობა გამახსენდა რომ ეს მინდოდა მეკითხა. გისმენთ. კი ბატონო, აი ძალიან კარგი. აი გეტყვით სად არის ერთიანობა. ერთიანობა არის მათ შორის ლელოსთან და გახარიასთან, მაგალითად რეჟიმის სრულების საკითხში. ერთიანობა არის მაგალითად იმაში, რომ უნდა დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ეს არის სტრატეგიული საკითხები. ერთიანობა არის, რომ ყველა პოლიტიკური დევნილი სინდისის პატიმარი უნდა გათავისუფლდეს. ერთიანობა არის ყველა მოძალადემ, რომელიც ორი კვირა არბევდა თბილისის ქუჩებში რუსთაველზე ახალგაზრდებს და მათ შორის პირდაპირ ვიტყვი, რომ იარაღით შეიარაღებული ადამიანი გაურკვეველი ფორმირებები, ეხლა რამიშვილთან დაკავშირებით მას არ ჭირდება, ჩემი დაცვა, რამიშვილთან დაკავშირებით ხო იარაღს ედავებიან და შეიძლება 4-დან 7 წლამდე შეუფარდონ. ორი კვირა არბევდა გაურკვეველი ფორმირებები ადამიანებს. 500-ზე მეტი ახალგაზრდა არის ნაცემი. ერთი ადამიანი არ დაუკავებიათ. თქვენი კოლეგა პირდაპირ ეთერში კი ლამის კისერში გადაამტვრიეს. ვინმე დასჯილი გინახიათ? ამას ვიძახით, რომ აი ეს არის რუსული რეჟიმი. ხო, მაგრამ ამაში შეთანხმებული ვართ სტრატეგიულ საკითხებში, მაგრამ არჩევნების სტრატეგიული საკითხი არ არის ბატონო პაატა. კარგია რომ შემახსენეთ, ჩვენ ერთიანები ვართ სტრატეგიულ საკითხში. ცვლილება და ევროპული მომავალი საქართველოსი, იმიტომ რომ მშვიდობა და უსაფრთხოება არ არსებობს ევროპის გარეშე. არანაირი ირანული, პროირანული მშვიდობა არ არსებობს, არანაირი რუსული მშვიდობა არ არსებობს. ორივე დაკავშირებულია არეულობასთან, ქაოსთან და უფრო მეტიც რუსეთი დაკავშირებულია სიკვდილთან, ასე ვთქვათ, პირდაპირ, ხო?
ეს არის ტაქტიკური საკითხი, არჩევნებში მონაწილეობის საკითხი არის ტაქტიკური და ეს არჩევნები არ არის და ჩვენ გავაკეთეთ დღეს განცხადება 8 პარტიამ, რომ ეს არის რუსული სპეცოპერაცია, ფარსი და ვარქვათ ივანიშვილის ფარსი და ამაში მონაწილეობა მიმაჩნია შეცდომად. ამის იქეთ მე ლელოს კრიტიკას არ ვაპირებ, არც ამ ეს თემა არ არის ჩემთვის არსებითი, ეს უნდა ხელისუფლებას რომ ეს გამოაჩინოთ წყამგაყოფად. მე კიდევ ერთხელ არჩევნები მოდის, ბატონო, უფრო მეტი მაერთიანებს. მე არ ვიცი სხვა ოპოზიციური პარტია რა განცხადებას გააკეთებს, მაგრამ გიორგი ვაშაძის პოზიციას გეუბნებით და სტრატეგია აღმაშენებლის და ჩემ პოზიციას, შეთანხმებულ პოზიციას სტრატეგია აღმაშენებლის, რომ ჩვენ რაც გვაერთიანებს აი ამ საკითხებით უნდა წავდგეთ საზოგადოების წინაშე. ეს რეჟიმის ამოცანაა, რომ მისი დაძაბულობა, მისი ქაოსი, მისი დაპირისპირებაზე არ ვილაპარაკოთ და ვილაპარაკოს ოპოზიციაში დაპირისპირება. არანაირ დაპირისპირება მე გიორგი სიორიძესთან არ მაქვს. მან დაუშვა შეცდომა ჩემი შეფასებით, რომ გამოეყო ამ აქტიურ პროტესტს. ყველა შედეგები რაც გვაქვს არის აქტიური პროტესტის დამსახურება საქართველოში არჩევნებში არ ტარდება შესაბამისად მონაწილეობის მიღებაც არის არასწორი. ხო, თუმცა ბატონო ბარდა თავდაუსხმელობაში ფულს გვიხდიდნენ ნაციონალურმა მოძრაობამ და ამაზე მეტი კრიტიკა და ბრალი რა უნდა წაუყენოთ პარტიას ამბობთ რომ არ ვაკრიტიკებდო. და თქვენ პარტნიორი ხართ ნაციონალური მოძრაობა. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთვის ყველა არის ღირებული პარტნიორი. კიდევ ერთხელ ვამბობ და ვინც ამის ერთიანობის მნიშვნელობა არ იცის, მე პოლიტიკურ უმციფრობას დავაბრალებ ამას და არის თქვენივე კოალიციის წევრებს აბრალებთ, ანუ ამ უმციფრობას. არა, ჩემ კოალიციას ნამდვილად არ ეხება და საერთოდ არა, ეს რატო გეკითხებით? ისინი ბრალდებაზე გეკითხებით, იმიტომ რომ თქვენივე კოალიციის წევრებმა წაუყენეს ეს ბრალდება და ეს არ არის მარტო ნაციონალური თავდაუსხმელობაში ეთერებშიო, რა ვიცი, სერიოზული ბრალდებაა. არა, ეს არ არის ნაციონალური მოძრაობასთან კოალიცია. ეს არის 8 პარტიისა და საზოგადოებრივად აქტიური ჯგუფების, რომელიც რუსთაველზე დგანან და ხალხის ერთობა. ეს არ არის პარტიების წინააღმდეგობა არ არის, პარტიების პროტესტი არ არის. ეს არის ხალხის პროტესტი. ქართული ოცნება სწორედ მაგ შეცდომას უშვებს. მას გონია რომ მას პრობლემა აქვს რომელიმე პარტიასთან, რომელიმე ლიდერთან და მაგის გამო დააკავა სწორედ ვახსენე გიორგი ვაშაძე, პარტიის ლიდერი, იმიტომ რომ ეშინია აქტიური ლიდერების, მაგიტო არის დაკავებული ზურა ჯაფარიძე, მაგიტოა ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ირაკლი ოქურაშვილი, გივით არგამაც. ეს ადამიანები, აი ეს ჩამოთვალე პირველ რიგში, არიან აქტიური ადამიანები და რეჟიმი ფიქრობს, რომ ხალხის და ამ ადამიანების ერთობა შეუქმნის მას პრობლემას. ეხლა მარტივი კითხვა დავსვათ. რეჟიმი რო კომფორტულად გრძნობდეს თავს. მას არ კონდეს პრობლემა ლეგიტიმაციის, მას არ კონდეს საერთაშორისო აღიარების პრობლემა. მას კონდეს რეიტინგი. აი როგორც მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, თქვენ იცით, იმ პერიოდში აქტიური, ახლა როგორც მაშინაც აქტიური ჟურნალისტიკაში იყავით, გადადგებოდა და დანიშნავდა ახალ არჩევნებს. ამ შემთხვევაში ვერავინ გადადგება, მაგრამ ახალი არჩევნების დანიშნვა არის ძალის დემონსტრირება და მათ შორის კრიზისის განმუხტვის საუკეთესო საშუალება. ეხლა ლიდერებს კი არ დააკავებდნენ ესენი რომ ძალა კონდეთ, ამათ რომ ხალხის ხარდაჭერა კონდეთ. ლიდერებს კი არ დააკავებდნენ. არჩევნების ასე ხელისუფლება და არ ნიშნავს ამ არჩევნებს და ამიტომ როგორ არჩევნებს წარმოიდგინეთ ირანის გარდა და რუსეთის გარდა ხელს რომ არავინ არ გათმევს საერთაშორისო პრობლემაზე ფორუმებზე, ეს პრობლემა არ არის. სერიოზული პრობლემა არის. ჩვენ არ დაგვავიწყდეს ეუთოს არასდროს არ ყოფილა ეუთომ პირდაპირ ეუთომ მოგვიწოდა, რომელიც არის ოდირი და ეუთო არჩევნების თავარი შეფასებელი მსოფლიოში დემოკრატიულ ქვეყნებში. მე არ გულისხმობ ავტოკრატიებს, რომელშიც არჩევნები არ ტარდება. ეუთომ გვითხრა პირდაპირ ჩაიწერა, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები არის კრიზისის განმუხტვის საუკეთესო საშუალება. ახლა თქვენ თუ მეტყვით იმას, რომ ეუთოს გადაწყვეტილება არაფერს არ ნიშნავს და ახლა გორდუაძე რო გამოვა ჩემს შემდეგ, ან ნებისმიერი ქართული ოცნების წარმომადგენელი და ის რა სიტყვის ის არის არსებითი, მაშინ ჩვენ თუმცა ასევე ეუთომ თქვა, რომ ოპოზიციის მხრიდან 40%-ის გამოუყენებლობა დანაშაულია და ერთი მხარე თუ გესმით, ეს რატო არ გესმით? ისევე ეუთოსმაზე ითქვა, ხო, ეს გენერალურმა მდივანმა თქვა თუ წერილში მაშინ განცხადებაში გენერალურმა მდივანმა თქვა. მე რაც ვნახე ოფიციალური დოკუმენტი და ხო, მაგრამ ოფიციალური პირია გენერალური მდივანიც, რომელიც ოპოზიციას მოუწოდებდა, ხო? განცხადება გაუკეთებია პერსონალური ვიღაცას, მაგრამ მე ქართული ოცნების საერთოდ არ ვახსენებდი. თუ მათი დოკუმენტი ასეთი მნიშვნელოვანია, გენერალური მდივნის განცხადება რატო აუნიშნელო? მე გისმენთ თქვენ და არა, მეც გეკითხებით, მაგისთვის რომ გითხებით დავსვა ბატონო. ეს ფორმატი მქონდა შემოთავაზება წინაზე ვთქვი და ეხლა ძალაში არის. ნებისმიერი ქართული ოცნების წარმომადგენლებთან მზად ვარ თქვენთან ეთერში მოვიდე, თუ ასე აქვთ არგუმენტები და შეუძლიათ ხალხთან პირისპირ საუბარი, მე მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში, არა მარტო მე მგონი ოპოზიციიდან ყველა მზად არის. საქართველოსთან, საქართველოს საკითხებთან, კრიზისიდან გამოსავალ ევროპასთან დაკავშირებით, უსაფრთხოებასთან, მშვიდობა საიდან მოგვაქვს, მე არ ვიცი ირანული და რუსული მშვიდობა რას ნიშნავს, ეს პროპაგანდა მგონია ქართული ოცნების. მზად ვართ მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ვაღიარებთ როგორც ხელისუფლებას, მაინც მზად ვართ ამაზე სასაუბროთ. ერთი კითხვაც მინდა დაგისვათ. უფრო მეც ვიტყვი, აქეთ დგას ეუთო
ეუთოს შეფასებები, მსოფლიოს შეფასებები, ცივილიზებული მსოფლიოს შეფასება, დემოკრატიული ქვეყნების შეფასებები და აქ დგას, რა ვიცი, ქვეყნები უმეტესობა, რომლებიც საერთოდ არც ადამიანი, არც დემოკრატია და არც სიტყვის თავისუფლება არაფერს არ ნიშნავს. კარგი, ბოლო კითხვა უნდა დავსვა ბატონო პატა. აიჩევდით, რომ ცივილიზებული მსოფლიოსთან ერთად ყოფილიყავით, დიახ? რაც შეეხება ამ არჩევნებს, მინდა უბრალოდ დაუბრუნდე ბოლო კითხვით. თქვენ, მინდა თავად თქვით, რომ მე არ გავაკრიტიკებ ლელოს, ხო, თქვენ ერთმანეთს კოლეგებს არ ეს ხმითავს არა, მე სხვა რამე მე არ გავახარებ რეჟიმს. კი ბატონო, მაგრამ მე პრობლემა არ მაქვს ლელოს კრიტიკის და ყოველთვის არა, სულ არ მინდა ამას კი არ გიკითხებით. ამით მივდიოდი იქ, რომ არ აკრიტიკებთ შეიძლება ეს ერთი ტაქტიკა, მაგრამ რას იზამთ არჩევნებზე ეს მაინტერესებს. გულისხმობ, მოუწოდებთ თქვენს მხარდამჭერებს, რომ რაღაც ხმამისცენ ლელოს, რადგან ისინი მონაწილეობენ ამ რაღაც თქვენი ერთობიდან გამოყოფილები, თუ თქვენს ამომრჩეველს ურჩევთ სახლში დარჩნენ. ჩვენ ვართ აქტიურ პროტესტში და ჩვენი მთავარი მოწოდება იქნება, რომ მხოლოდ საპარლამენტო არჩევნები და არ ვაღიარებთ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარს. აი ესე მოვივლით მთელ საქართველოს. იცით, გამოქვეყნდა კვლევები ერთ-ერთი ტელევიზიის, სადაც არის რომ მომრჩევლების უმეტესობა ჩემი მოწოდება არ ჭირდება, ისედაც თulis, რომ არჩევნებში მონაწილეობა არის არასწორი. ეს მე პირდაპირ ვიძახი, რატომ? იმიტომ რომ იმისთვის რომ არჩევნებში შეხვიდე, უნდა იყოს არჩევნები. როცა ხუთი ოპოზიციური მთავარი, ასე ვთქვათ, ლიდერი, აქტორი არის დაკავებული, რა არჩევნებზე მელაპარაკებთ? თქვენ გახსოვთ 37 წლის გარდა საქართველოს ისტორიაც ორივე კარგად ვიცით, დარწმუნებული ვარ, არ ყოფილა რომ ამდენი ლიდერი ერთად დაკავებული ყოფილიყოს. აი რო იძახიან რომ აი რაღაცა რეჟიმის დროს, რაღაცა იმ რეჟიმის დროსაც რამდენი ადამიანი, რამდენი ლიდერი გახსენდება დაკავებული. ხო? მე არ მახსენდება ხუთი თავარი წამყვანი ლიდერები იყოს დაკავებული და ეს ითვლებოდეს რომ დემოკრატიის მაღალი ხარისხია და ის ითვლებოდეს იმათ რომ რეჟიმს არაფრის არ ეშინია. მაშინ თუ არ ეშინია, რატო არ არის გიორგი ვაშაძე დღეს თავისუფლებაზე? რა წულუკიანის კომისიით ვასამართლებს? არსებობს იქ თბილისის შემთხვევაში ბატონო პატა არ იქნება. არა, მე მაგალითად მე მინდა ჩემ შემდეგ ქართული ოცნების წარმომადგენლებს თუ არის მე მოკლებული ვარ შესაძლებლობას მაგას ქუჩაშიც ვერ ვხედავ, ვერ დადიან ქუჩაშიც, ვერც ტელევიზიებში არ მოდიან და კითხვა მინდა დაუსვა. კონსტიტუციაში რო წერია, არ ვაკლებდით არასდროს დებატებს და იცით რომ არასდროს არ გვეშინია ჩვენ პირიქით შეშინებული არის რეჟიმი. კონსტიტუციაში რომ წერია რომ საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, ეს არის ოპოზიციის ბერკეტი ხელში და ოპოზიციის მანდატით შესული ნახევარი ადამიანი უნდა ნახევარი შემადგენლობა უნდა იყოს ოპოზიციიდან. ხო არ დამისახელებს შემდეგ ქართული ოცნების წარმომადგენლები იმ ოპოზიციონერების სახელი და გვარს, ვინც ამ კომისიაშია. ეს კომისია არის არა. მე ამაზე მოსმენილი მაქვს პასუხი, თუმცა ბატონო არჩილს აუცილებლად გითხავ. ვერავინ ვერ მიპასუხებს, არ არსებობს. კობახიძეს თავისი კითხვა და დავსვამ ეხლაც სტუდიაში. დიახ, დავსვათ კითხვა. კობახიძის წიგში ასე ასწავლიდა სტუდენტებს, მე არ ვიცი ახლა როგორ ასწავლის კობახიძე, მაგრამ ასე არის რომ და ესეა სწორი, ეს არის საგამოძიებო კომისია არის ოპოზიციის ხელში მექანიზმი ხელისუფლების და მნიშვნელოვანი საკითხებზე რეაგირებისთვის. და მაინტერესებს სოზარ სუბარი ოპოზიციის მანდატით შესული დეპუტატია, ან გურამ მაჭარაშვილი, ან შარმანაშვილი. ესენი არიან ხუთზე უფრო კოცებს. დამიტოვეთ დრო რომ დავსვა კითხვები ხელისუფლებასთანაც. უნდა დაგემშვიდობოთ ბატონო პატა. არის გამოსავალი ერთიანობაში, მე გეტყვით პირდაპირ ჩვენ მიუხედავად პატიმრობისა ლიდერები არიან, ასე ვთქვათ, ბრძოლის განწყობაზე, მხოლოდ ღირსებით და ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ და გამოქვეყნება გიორგი ვაშაძის ესე გეგმა შეთანხმებული სხვა ლიდერებთან, სადაც ერთიანობა არის მთავარი გასახები ჩვენი გამარჯვების და მე დარწმუნებული ვარ საბოლოო ჯამში ჩვენ აუცილებლად მივაწევთ გამარჯვებას, რატომ? იმიტომ რომ ხალხთან ომი, საკუთარ ხალხთან ომი არავის არ მოუგია. მადლობა დიდი ბატონო პატა რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს. პატა მანჯგალაძე, სტრატეგია აღმაშენების ერთ-ერთი ლიდერი გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში.